შეიკრიბნენ ისინი ეს ევროპელები და ზელენსკი, მოკლედ, განსაკუთრებით საუბარია იმ ტრიოზე, სურველთა კოალიციას, ასაც ეუწოდებენ, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და რაც ალტერნატიული მშვიდობის დოკუმენტი გამოაქვეყნეს, ოღონდ ვერცერთმა ლიდერმა ვერ აიღო თავისთავად რაღაცა, ან ერთობლივ ბრიფინგი ჩაეტარებინა და რაღაცა ტელეგრაფს ვიცეს ეს დოკუმენტი და გასაჯაროვდა ესე. იქ არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მეტნაკლებად შესული პოზიციები, უფრო მეტად პროუკრაინული პუნქტები წერია. ერთმა პუნქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება და მე ამას ყველაფერს არ ჩამოვთვლი, ერთმა პუნქტმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, რომ ესე იგი, რაც შეეხება უკრაინის ნეიტრალიტეტს. ნატოს გაფართოება უნდა მოხდესო ნატოს ყველა წევრის თანხმობით. ეს ისეთი პუნქტია დაახლოებით, აი თუ გახსოვთ თქვენ 2008 წელს სანამ აგვისტოს ომი მოხდებოდა, მაპზე უკეთესი რო ჩამოვიტანეთ, ჩვენ რო დღემდე რო გონია რაღაც მაპზე უკეთესი ჩამოვიტანეთ, დათქმა იმისა, რომ საქართველოს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, შეიძლება გაიწელოს საუკუნეების მანძილზე, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ნატო საერთოდ დაიშალოს პირობითად ვიძახი. მაგრამ ჩვენ ეს გაგვიხარდა, პირობად მივიღეთ და ამ ჩვენ გახარებულ ესე იგი საზოგადოებას, რომელმასაც დააჯერეს, რომ მაპზე უკეთესი ჩამოვიტანეთ, ნატოს თავდაცვითი ქოლგის მაგივრად მივიღეთ რუსული ტანკები საქართველოს ტერიტორიაზე და ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება.